ქორუმი გვაქვს ხო? კოლეგებო, მოგესალმებით, მივესალმები ძვირფასტუბრებს. დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში 9 საკითხი გვაქვს განსახილველი. გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ დღის წესრიგს. დიდი მადლობა. ერთ საკითხი ერთობლივად განვიხილავთ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად. მოდი დავიწყოთ პირველი საკითხით, ბატონო გიორგი. შემდეგ გამოვაცხადოთ ტექნიკური შესვენება და გავაგრძელებთ დანარჩენ 8 საკითხს. მეც მოგესალმებით. დღის წესრიგი წარმოდგენილი გვაქვს ერთი საკითხი, ქორუმი არის, შეგვიძლია რომ დღის წესრიგი დავამტკიცოთ მომხრე. ერთხმად დამტკიცებული არის, გთხოვთ, თუ რაიმე კითხვები იქნება, შეგვიძლია რომ დავსვათ ამასთან დაკავშირებით. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში. მოხსენებელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი. გისმენთ, ბატონო გიორგი. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ანგარის 2025 წლის შემაჯამებელს, რომელიც შესაბამისი წესით გამოქვეყნებულია და საჯაროა მათ შორის საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით, ისევე როგორც ჩვენი რესურსების მეშვეობით და გქონდათ საშუალება გასცნობოდეთ ამ ანგარიშს. მე თქვენ ყურადღებას შევაჩერებ ზოგიერთ მნიშვნელოვან დეტალზე ჩვენი საქმიანობის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის. 25 წელს სააგენტოს საქმიანობა შემდეგ პრიორიტეტებზე იყო ფოკუსირებული, ესაა სერვისების და პროგრამების გეოგრაფიული გაფართოება, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მოწყვლადი ჯგუფების მაქსიმალური მხარდაჭერა, პროგრამების მორგება ბაზრის რეალურ მოთხოვნებზე და ჩვენი უწყების ინსტიტუციური გაძლიერება. ბოდიშ გიხდეთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სააგენტოს სერვისები და პროგრამები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და ყველგან, მიუხედავად, რა თქმა უნდა, ადგილმდებარეობისა. 2025 წელს ჩვენი საქმიანობის არეალი კიდევ 9 მუნიციპალიტეტით გაფართოვდა. დღეს სააგენტო წარმოდგენილია ქვეყნის ყველა რეგიონში, გარდა ამისა, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებთან კომუნიკაციაში აქტიურად არიან ჩართული მობილური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში და სხვა თემებში აქტიურად მართავენ შეხვედრებს. 25 წელი ჩვენ დაგჭირდა იმისთვის, რომ სრულად გადაგვეიერებინა ამგვარი მობილური ჯგუფები, აგვეჭურვა შესაბამისი მობილური გადაადგილებების საშუალებებით, ტრანსპორტით, სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმისთვის, რომ ოფისები ყოფილიყო გამართული, განსაკუთრებით რეგიონალურ ცენტრებში. მოგახსენებთ, რომ სოფლიო ბანკთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ ამ მიმართულებით და ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ძალიან სწრაფად წარიმართა ეს პროცესი და რამდენიმე კვირის უკან ბოლო რეგიონალური ოფისი ცხეთათიანეთში გაიხსნა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსი ქალაქ ცხეთაში, რომელიც ფარავს მთელ რეგიონს და ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტებში ვიყოლიოთ შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც მჭიდრო კონტაქტში იქნებიან ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელშეუწყობენ მათ აქტიურ დასაქმებას. შესაბამისად, ეს ჯაჭვი თბილისთან დაწყებული რეგიონებით დასრულებული წელს საბოლოოდ შეიკრება და დასრულდება და ჩვენ უკვე მომავალ წელს სრულად გამართულად შევხვდებით ინსტიტუციურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აქტიურად შევთავაზოთ დასაქმება ჩვენ მოქალაქეებს და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, საქართველოს რეგიონებში. მინდა აღვნიშნო, რომ ვებგვერდის რეორგანიზაცია მოხდა სრულად და ის ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რაც ეთნიკური უმცირესობების შრომის ბაზაზე ინტეგრაციის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ასევე 25 წელს ამოქმედა სამუშაო მაძიებელთა სარეგისტრაციო პორტალი, ეგრეთ წოდებული WorkNet,
ეს არის ახალი საპილოტო ვერსია, რომლის განვითარება სრულყოფილად დანერგვა 26 წლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ანუ წელს ჩვენ გვინდა დავასრულოთ ორქნეთი გავმართოთ სრულად, რათა იგი ხელმისაწვდომი იყოს როგორც დამსაქმებებლისთვის, ისე სამუშაოს მაძიებლებისთვის. ეს პროექტიც ვითარდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და გვინდა ეს პროექტი წელს დავასრულოთ. ორქნეთი ერთგვარი კარიბჭეა დასაქმების ბაზარზე შესაღწევად და რა თქმა უნდა იგი გამართული უნდა იყოს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ამას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. 25 წელს მოქალაქეთა მომართვიანობა 59%-ით გაიზარდა და სარეგისტრაციო პლატფორმაზე 13000-ზე მეტი ახალი მაძიებელი დარეგისტრირდა. ხაზგასასმელი და რა თქმა უნდა მისასალმებელია, რომ ძალიან გაიზარდა ქალბატონების და ახალგაზრდების აქტივობა რეგისტრირებულთა შორის 62% ქალია, ხოლო 13.4% ახალგაზრდა. პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულება ჩვენი, რომელსაც სააგენტო ძალიან აქტიურად ახორციელებს. ჩვენ გვაქვს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, საკმაოდ განვითარებული ქსელი კოლეჯებისა, რომლებთანაც ფაქტურად ყოველდღიურად თანამშრომლობთ, ახლაც გამოცხადებულია ახალი მიღება მსმენელების და ჩვენი ასობით და საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა მოგმართავს და მათი უმრავლესობის გადამზადება ხდება, რა თქმა უნდა, წარმატებით. ეს საკმაოდ პოპულარული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენ საქმიანობაში. 25 წელს დააფინანსეთ მომზადება გადამზადების 58 მოთხოვნადი პროფესია. სააგენტო მითანამშრომლა 30-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან და პროგრამაში 3000-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული მარტო გასულ წელს. რაც ყველაზე მთავარია, კურსდამთავრებულთა თითქმის 70% დასაქმდა, რაც პროგრამების მაღალ ეფექტურობაზე მიუთითებს. არის რამდენიმე ძალიან პოპულარული მიმართულება და ამ მიმართულებებზე მომზადებული და გადამზადებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები თითქმის 100%-ით პოულობენ სამუშაო ადგილს. შეეხება კულინარიის მიმართულებას და სხვა მიმართულებებს, სადაც მოთხოვნა მაღალია სარესტორნო ბიზნეს, ლოჯისტიკას, შენებლობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ეს ქსელი, რა თქმა უნდა, გაფართოვდეს, ამისთვის ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ, როგორც მოგახსენეთ განათლების სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან. გვინდა რაც შეიძლება მეტი კოლეჯი ჩაერთოს და განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უფრო განვითარდეს, უნარჩვევები პედაგოგთა უფრო ამაღლდეს, რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი პროგრამების განვითარებას შეუწყობს ხელს. არის საკმაოდ მოგახსენეთ საკმაოდ მაღალი მოთხოვნა და ფაქტიურად წელიწადში ორჯერ ჩვენ ვაცხადებთ მიღებას მოკლევადიანი მომზადება გადამზადების კურსებზე. ეს კურსები 1-დან 3 თვემდე გრძელდება და როგორც გითხარით, ძალიან ბევრ სფეროს მოიცავს და ვფიქრობ, რომ აქ წარმატება ქვეყნის წარმატებას ნიშნავს პირველ რიგში და აქ შრომის ბაზრის განვითარება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები კონკურენტუნარიანები გახდებიან ჩვენ შრომის ბაზარზე და არა მხოლოდ. ისე რომ ეს მიმართულება იქნება მომავალშიც განვითარებული და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბაზა აქ გაფართოვდეს, ხელმისაწვდომობა ამ სერვისების და ამ პროგრამის უფრო თვალშისაცემი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვფიქრობთ, რომ უკვე ამ წელს 26 წელს უფრო ხელშესახები წარმატებები გვექნება, რაზეც შესაბამისად თქვენც მოგახსენებთ. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, 25 წელს 800-ზე მეტ დამსაქმებელთან ვითანამშრომლეთ და სისტემაში 14600-ზე მეტი ვაკანსია აიტვირთა.
ჩატარდა 6 მასშტაბური დასაქმების ფორუმი, რომელზედაც 900-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი იყო დარეგისტრირებული. საინტერესო რომ ფორუმების შედეგად დასაქმების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება ეს ფორმატი როგორც დამსაქმებლებში, ასევე სამუშაოს მაძიებლებში. ჩვენ ორი ბერკეტი გვიპყრია ხელთ საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის და ურთიერთქმედების, ერთი არის ფორუმები, მეორე არის მასობრივი გასაუბრებები. ორივეს აქტიურად ვიყენებთ, ხშირად მოგმართავენ მეწარმეები იმისთვის, რომ მათ დავეხმაროთ დასაქმებაში და დასაქმების პრობლემების მოგვარებაში. ქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი და ყურადღების შემთხვევა წინა წელს, როცა ჩვენ აქტიურად მეწარმის მოთხოვნით აქტიურად ჩავერთეთ მასობრივი გასაუბრებების მომზადებაში, წარმოებაში და დავეხმარეთ კონკრეტულ ბიზნესებს იმისთვის, რომ მათ მოეძიათ სამუშაო ძალა ჩვენ ბაზარზე. სააგენტო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებთან, სოფლიო ბანკთან, გაეროსთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, UNICEF-თან და სხვა ორგანიზაციებთან, მათთან ჩვენ მუდმივი მჭიდრო კავშირი გვაქვს, ძალიან კარგი პერსპექტივები შანს აზიის განვითარების ბანკთან მომავალი პერსპექტივისა, რომელსაც შევეცდებით, რომ საფუძველი ჩაუყაროთ. ეს არ იყო წინა წლის მიმართულება და წელს ძალიან აქტიურად ვითანამშრომლობთ კონკრეტულ ამ საერთაშორისო ინსტიტუციასთან, რაც შეეხება სხვა ინსტიტუციებს, მათთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობთ, გამოვყოფ სოფლიო ბანკთან თანამშრომლობას და ვფიქრობ, რომ მათთან თანამშრომლობა ეს ფასდაუდებელი დახმარება არის ჩვენთვის, ჩვენი შრომის ბაზრისთვის, იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ინსტიტუციები მყარად და გრძელვადიანად ჩამოყალიბდეს, პროგნოზირებადი იყოს ჩვენი საქმიანობა და ამაში გვეხმარებიან ჩვენი კოლეგები სოფლიო ბანკიდან და ამჟამად საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ეს პროექტი. სააგენტო, რა თქმა უნდა, ვითარდება წლიდან წლამდე, მინდა მოგახსენოთ, რომ ეს მაინც ესე ვიტყოდი ახალგაზრდა სააგენტოა, რომელიც 20 წლის ბოლოს, 2020 წლის ბოლოს შეიქმნა და საწყისად მას COVID-ის პანდემიის საკმაოდ მძიმე პერიოდი დაემთხვა. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა დაახლოებით 23-24 წლების მიჯნაზე და აქედან მოყოლებული ნაბიჯ-ნაბიჯ ვფიქრობთ, რომ სააგენტო ვითარდება, წინ მიდის, იხვეწება პროგრამები, ბევრი რამ ჩვენთვისაც ახალი იყო, ბუნებრივია, ამგვარი ინსტიტუცია ქვეყანაში არ არსებობდა დამოუკიდებელი სახით, ხას უსვავ და ბევრი რამის სწავლა მოგვიწია, გააზრება, მათ შორის ჩვენი საქმიანობის და აქტიურად განვითარება იმ პროგრამების და პროექტების, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ჩვენ საზოგადოებაში, იგივე სტაჟირების პროგრამა, იგივე დასაქმების სუბსიდირების პროგრამა. ჩვენ გვაქვს წელს, რა თქმა უნდა, ბევრი სიახლე, ეს უფრო ფართოდ და საინტერესოდ ამ წლის ანგარიში იქნება წარმოდგენილი, რომელსაც მომავალ წელს სააგენტო წარმოადგენს თქვენს წინაშე. დასასრულს მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი სეგმენტი დაემატა სააგენტოს, ეს არის მიგრაციის, სამუშაო მიგრაციის მართვა და ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, ჩვენ გარკვეული ჩამორჩენა გქონდა და აუცილებელი იყო საკმაოდ აქტიური ნაბიჯების გადადგმა. სააგენტოს დაეკისრა ამ მოვალეობის შესრულება, ამ ფუნქციის შესრულება და უკვე 26 წლიდან სრულად სააგენტომ დაიწყო შრომითი მიგრაციული პროცესების მართვა ქვეყანაში, ბაზრის, სამუშაო ბაზრის კონტროლი ამ მიმართულებით, აღრიცხვა შრომითი მიგრანტების საქართველოში.
ფაქტიურად ამ მიმართულებით მთლიანად შეიცვალა სისტემა, ჩამოყალიბდა ახალი სისტემა. ეს პირველი მარტიდან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონმდებლობის შედეგად შევიდა ძალაში და უკვე რამდენიმე თვეა ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობთ. პირველი ამ რამდენიმე თვის ციფრი შემილია მოგახსენოთ თითქმის 29000 უცხო ქვეყნის მოქალაქეა რეგისტრირებული უკვე სისტემაში და მე ვფიქრობ ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა უკვე ჩვენ ვიცით ეს ადამიანები სად მუშაობენ, რას აკეთებენ, რა სპეციალობების არიან, რა განათლების ცენზი აქვთ, ვიცით სტატისტიკა გენდერულ ჭრილში, ასაკობრივ ჭრილში და სრულად კონტროლდება ეს მიმართულება. რა თქმა უნდა, სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად. ეს უფრო ამ წლის ანგარიში ყურაცაღები საკითხია, მაგრამ მე მაინც მინდოდა ამაზე ყურადღება შემეჩერებინა. მადლობა. მადლობთ ბატონო გიორგი, კოლეგებო, კითხვები თუ შეიძლება. კი ბატონო. თუ გაქვთ კითხვები, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და თხოვთ ჩაერთოთ დისკუსიაში. ბრძანეთ ბატონო. ბრძანეთ. კეთილი, მადლობა. მადლობა ბატონ გიას ანგარიშისთვის. ესეთი კითხვა მექნება ჩვენ ამ ანგარიშში ვკითხულობთ და ერთ-ერთი პუნქტი ეთმობა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას და ვიცით ეს კარგად 2022 წლიდან მოქმედებდა აღნიშნული პროგრამა, რომელსაც ბატონ გიას მინდა შევახსენო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ სულ ახლა თორსტები მაისში 25 მაისი იყო უწოდა სრულიად უსარგებლო პროგრამა, რაშიც მილიონები დახარჯა სახელმწიფომ და მისივე სიტყვები რო გავიმეოროთ, ეს იყო უსარგებლო პროგრამა კიდევ ერთხელ ვიტყვი, სადაც ადამიანები არა რეალურად, არამედ ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები. და პრინციპში შეუძლებელია მას ამ შემთხვევაში არ დაეთანხმა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით არაერთი შემთხვევა, როდესაც აი მაგალითად მესტიის მუნიციპალიტეტის მაგალითზე და ყველა მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ასე იყო, ადამიანები მართლაც ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები და სახეზე მივიღეთ ასობით მეეზოვე, სასაფლაოს მოვლელი და ასე შემდეგ. ამიტომ ბატონ გიასთან ასეთი კითხვა მექნება, თავად თუ იზიარებს პრემიერ კობახიძის ამ დამოკიდებულებას, თავად თუ იზიარებს, თუ არ იზიარებს, მაშინ ისიც აგვიხსნას და თუ იზიარებს, მაშინ აგვიხსნას ისიც თავად მან და ზოგადად სამინისტრომ რატომ არ მოახდინა თავის დროზე ამ საკითხზე რეაგირება, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ გვაქვს სრული შეუსაბამობა. ერთის მხრივ პრემიერ-მინისტრი ამ პროგრამას უწოდებს უსარგებლოს და ამბობს, რომ 4 წლის განმავლობაში 30000 ადამიანი ფიქტიურად იყო დასაქმებული. მეორეს მხრივ კი ჩვენ აქ პარლამენტში მოგვდის ანგარიში შესაბამისი სამინისტროსი, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეს პროგრამა იყო, ასე ვთქვათ, ეკონომიკური გაუმჯობესების და შრომითი საქმიანობაში ჩართვის კენ მიმართული პროგრამა. ამიტომ ცოტა მეტი სიცხადე რომ შევიტანოთ ამ საკითხში. მადლობა ყურადღებისთვის. კარგი, კითხვები დავაგროვოთ ჯობს და შემდეგ კარგი. კოლეგებო, გისმენთ. მოგესალმებით, მადლობა წარდგენისთვის. მე მექნება რამოდენიმე შეკითხვა. რამდენმა ადამიანმა დაიწყო რეალურად სამსახური მომართვიანობის შემდეგ, თუ გაქვთ მოკვლეული სტატისტიკურად, თუ იცით? მათგან რამდენი იყო სოციალურად დაუცველი და რამდენმა, ანუ რა რაოდენობა შეძლო რომ დაემარცხებინა ეს სოციალური მიმღებლობის სტატუსი და ასევე მინიმუმ 6 თვე რამდენი ადამიანი ამ მუშაობის
დამწყებთა რაოდენობიდან რამდენი გაჩერდა ამ სამუშაოზე 6 თვის განმავლობაში, თუ გაქვთ ამის მონაცემი. ასევე ანგარიში მითითებული გაქვთ, რომ 59%-ით გაზრდილი არის თქვენი პლატფორმის მიხედვით მომართვიანობა. როგორ თვლით, ანუ ეს თქვენი ცნობადობის გაზრდას ნიშნავს თუ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობის გაზრდას? მადლობა. დიახ. მოგესალმებით, მადლობა თქვენი მოხსენებისთვის. ორი შეკითხვა მექნება. ერთი ანგარიში ხშირად არის ნახსენები პროფესიული უნარების განვითარება, სტაჟირება, გადამზადება და მოკლევადიანი კურსები. მაინტერესებს, რომელ პროფესიებზე იყო ყველაზე დიდი მომთხოვნა და გადამზადებული ადამიანების რამდენი პროცენტი დასაქმდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო ხშირად აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს ქალებზე, ახალგაზრდებზე, სოციალურად დაუცველ პირებზე. მაინტერესებს, რომელი ჯგუფისთვის აღმოჩნდა პროგრამები ყველაზე შედეგიანი და რომელი ჯგუფი რჩება ყველაზე პრობლემურად ამ შემთხვევაში. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მეც ორი კითხვა მექნება. ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი შეეხება თქვენ ბრძანეთ რომ მე-9 ცენტრი გაიხსნა მცხეთ-ამთიანეთში რა არის გეგმა რომ გითხრათ იმიტომ აღნიშნეთ რომ ასევე მთელი ქვეყანა უნდა დაიფაროს და როგორც ვიხდი ალბათ 10 გულისხმობთ 10 უნდა იყოს სავარაუდოდ და ხომ არის გეგმება ასევე დამატებით სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა კონკრეტულად ამ სააგენტოსთან დაკავშირებით და მეორე თქვენ აღნიშნეთ რომ გასულ წელს იყო 13000 აპლიკანტი. ამასთან დაკავშირებით რომ გითხრათ რა არის ამ შემთხვევაში დასაქმების მაჩვენებელი ან თუ ეს ზუსტად არ გვაქვს, სადამდე მივდივართ სტატისტიკაში იმ ეტაპიდან, როდესაც პირველად შეავსებს აპლიკაციას თქვენი პლატფორმის საშუალებით. ეს მაინტერესებს და ბოლოს არ შემეძლია დიდი პატივისცემით დაბადების დღე არ მივულოცო ჩვენს კოლეგას გამორჩეულ ქართველ ადამიანს გიორგი სოსიაშვილს და უსრო ძალიან ბევრი წარმატებები. კარგი ბრძანეთ ბატონო. მადლობა ბატონ თავმჯდომარე, მადლობა ბატონ გიორგი. მოხსენებისთვის მე მიგრანტებთან დაკავშირებით მექნება შეკითხვა თქვენ ბრძანეთ რომ ჩვენ საახლოვით 29000-მდე დავარეგულირეთ, ანუ გამოვყავით ის კვოტების სამუშაო, რომლებზეც უცხოელებს შეუძლიათ იმუშაონ, ვიდრე პარლამენტი ამ კანონმდებლობას მიიღებდა და 1 მარტიდან თქვენ ამ რეგულაციებს შემოიღებდით. მე რამდენადაც მახსოვს ჩვენ მანაძეც ქონდა ამ თემაზე საუბარი დაახლოებით 60-70000 დასაქმებულ თავის დროზე ასე ვთქვათ უკანონო დასაქმებულ მიგრანტზე საუბრობთ. გულისხმობს თუ არა ეს იმას, რომ დაახლოებით 30000 ადგილი ჩვენ გამოვათავისუფლეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და უკვე იმ ვაკანსიებზე, რომლებზეც ჩვენ ნულოვანი გამოვაცხადეთ, ასე ვთქვათ, დასაქმების კვოტირება უცხოელებისთვის დასაქმდნენ თუ არა შესაბამის ვაკანსიებზე უკვე საქართველოს მოქალაქეები, ანუ მისაღებია თუ არა ის საქმიანობა, რასაც თავის დროზე მიგრანტები ეწეოდნენ. მადლობა. კარგით, მეც მაქვს ერთი კითხვა, ბატონო გიორგი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკა მიმდენელი წლის პირველ კვარტალში 9.1%-ით გაიზარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა გამოწვევად ისევ რჩება კვალიფიციური სამუშაო ძალის ინტეგრირება თანამედროვე ეკონომიკაში და ამ მიმართულებით პარადოქსული სიტუაცია გვაქვს, რომ ერთი მხრივ ბიზნესები ღიად ამბობენ, რომ მათ უჭირთ შრომით ბაზარზე შესაბამისი კადრების შერჩევა და მეორე მხრივ, ასე რომ ვთქვათ, უმუშევრობის პროცენტი საქართველოში დაახლოებით 3.9%-ია. და ამ დინამიკაში განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება სააგენტოს და მნიშვნელოვნად გამოწვევა არის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი შრომითი ძალის, ასე ვთქვათ, გადამზადება, მათი ცოდნის ამაღლება და დაბალპროდუქტიული სექტორებიდან, ეკონომიკის სექტორებიდან მათი წარმატებით ინტეგრირება მაღალპროდუქტიულ სექტორებში. თქვენ რამოდენიმე მათგანი ახსენეთ, ეს ერთი იყო კულინარია, მშენებლობა და არსებობს სხვა ეკონომიკის სექტორები, რომლებიც განსაკუთრებული მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა. მე ვიტყოდი ასეთია ინფორმაციული ტექნოლოგიები, ასევე AI-ის ელემენტების ინტეგრირების სისტემების ცოდნა და უნარები და ამ მიმართულებით გაინტერესებს თუ გაქვთ უფრო დეტალური ჩაშლა, რომ რამდენად შევძელით
ასე რომ ვთქვათ, დაბალ პროდუქტიული სექტორებიდან შრომითი ძალის გადამზადება და თუ ამ მიმართულებით მიდის მუშაობა, რადგან აღნიშნულს განსაკუთრებული აქცენტები უნდა დაეთმოს, ეს პირდაპირ მიმართული არის ჩვენი ეკონომიკის ინკლუზიურობაზე და მოსახლეობის დასაქმებული ძალის შემოსავლების დაზე და ამ მიმართულებით რა საქმიანობა გეთდება. მადლობა კითხვებისთვის. ბატონი ლადოს კითხვიდან დავიწყებთ უნებას მომცემთ ფაქტიურად ბოლოდან. ესე იგი რომ კარგად გავმარტო 1 მარტამდე საქართველოში დადგენილი იყო სხვა სტანდარტი საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის. მას ჰქონდა უпроსწორად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს ჰქონდათ ვალდებულება ჯანდაცვის ერთიან რეესტრში დაერეგისტრირებინათ მათთან დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე. 1 მარტამდე სანამდე ახალი კანონმდებლობა ძალაში შევიდოდა, ჩვენ ყავდა ასეთი 62,000 უცხო ქვეყნის მოქალაქე. ლეგალურად დარეგისტრირებული და მათზე ჩვენ ინფორმაცია სრულად ჰქონდა, ანუ ინფორმაცია იმაზე თუ სად მუშაობდნენ, ასაკეთებდნენ საქართველოში, მათი განათლების ცენზზე, შემოსავლებზე და ასე შემდეგ. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის მიერ იყო შემოღებული განსხვავებული წესი და დაიწყო საწყის ეტაპზე თვით დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რეგისტრაცია. ჩვენ კანონიდან გამომდინარე მათთვის, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ორი სტანდარტი დავაწესეთ. ერთი მოქმედებს წლის მანძილზე, წლის ბოლომდე და მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დარეგისტრირდნენ, ხოლო რაც შეეხება იმ 62,000 ადამიანს, რომელსაც მე ახლა ხაზი გავუსვი, მათ რეგისტრაციის ვალდებულება გადაუადათ მომავალი წლის 1 იანვრამდე. ანუ მათი ნაკადი, ძირითადი ნაკადი ჩვენთან სისტემაში მოვა და გამოჩნდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ასე ვარაუდობთ ჩვენ. ახლა ეს 29,000 ადამიანი და ამ სტატისტიკაც გვაჩვენებს, ფაქტიურად მათი 95% არის თვით დასაქმებული, რომელიც მანამდე ჩვენთან სისტემაში არ ფიქსირდებოდა. და იმიტომ არის ეს წარმატებული რეფორმა, რომ ჩვენ არ მინდა სიტყვა გამოამჟღავნო ვიხმარო, მაგრამ მოვიძიეთ და მოვიპოვეთ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სრული ინფორმაცია, რომლებიც სისტემის მიღმა იყვნენ დარჩენილები და მუშაობდნენ საქართველოში და ასეთი არის თითქმის 29,000 ადამიანი. ახლა ველოდებით სისტემაში საკმაოდ დიდ ნაკადს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა, მათი წარმოდგენის ვალდებულება უკვე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს გაუჩნდათ და ისინი ვალდებულები არიან იმოქმედონ შესაბამის წესით და ამ წლის ფაქტიურად წლის ბოლომდე დაარეგისტრირონ ეს ადამიანები სისტემაში და ციფრი ფაქტიურად ყოველდღიურად მზარდია, რაც მნიშვნელოვანია სისტემამ მეტნაკლებად გაუძლო ამ დაწოლას, რა თქმა უნდა იქნებოდა და ეს ჩვენც ვარაუდობდით ამაზე და ვიცოდით გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, მაგრამ ნელ-ნელა სისტემა გაიმართა, ჩამოყალიბდა და ამჯერად დიდი ჩავარდნების გარეშე მუშაობს და ემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, რომლებსაც სურთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაასაქმონ ან თვით დასაქმდნენ საქართველოს შრომით ბაზარზე და ვფიქრობ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა იყო. რაც შეეხება კოტირებას, კოტირება არის რამდენიმე მიმართულებით შემოღებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის მიტანის სერვისით დაკავებული ადამიანი. ესენი არიან საუბრების გადაყვანით, ანუ ტაქსისტები, ასე ვთქვათ, ჟარგონზე, უკაცრავად ამ სიტყვასთან. არიან სამთო გამცილებლები, იქ ჩვენ 200 კაციანი კვოტა გვაქვს და არიან გიდები. აი ამ 4 მიმართულებით არსებობს კვოტა. ეს კვოტა შემუშავებულია საქართველოს მთავრობასთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციების შემდეგ. თქვენ რომ წარმოიდგინოთ ამ
ასრულების ჯაჭვში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო არის ბოლო რგოლი, ანუ აღსრულებელი იმ ყველაფრის, რასაც საქართველოს მთავრობა ადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროა ჩართული, რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდროდ, თანამშრომლობთ იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, სხვა უწყებები და მათთან ერთად მხარდამხარ ერთობლივად ჩვენ შევიმუშავეთ ეს ყველაფერი, აღსრულება რა თქმა უნდა დაგვიკისრა ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოს. ეს კოტები მოქმედებს და შესაბამისად ჩვენ ვაკვირდებით შრომით ბაზარს რა უკუშედეგი ექნება ამ კოტების დამკვიდრებას ჩვენში, როგორი მოქმედებს ჩვენი შრომის ბაზრის განვითარებაზე, საქართველოს მოქალაქეების პირველ რიგში დასაქმებაზე, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობის ხელისუფლების უპირველესი ვალდებულება უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების უფლებები, კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის უფლება დასაქმებაზე, შრომაზე და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალშიც აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ. გეტყვით, რომ გვაქვს მუდმივი ურთიერთობა შესაბამის კომიტეტებთან, დარგობრივ კომიტეტთან, სხვა კომიტეტებთან პარლამენტში, ეკონომიკის სამინისტროსთან, სხვა დარგობრივ უწყებებთან, რამდენიმე ცვლილება ჩვენ შევიმუშავეთ, დებულებაში შევიტანეთ. საქართველოს მთავრობის დადგენილებით მოხდა ეს ყველაფერი. ამან უფრო ხილული, პროგნოზირებადი გახადა უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება ქვეყანაში. ეს ცოცხალი პროცესია, ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ჩვენ შრომით ბაზარს. იგი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაზეა, ჩემი აზრით, და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ კვალდაკვალ მივყვებით ამ პროცესს, იქნება პრობლემები, რა თქმა უნდა, პრობლემები მომავალშიც აი ამ გზით კონსულტაციების, აქტიური მოლაპარაკებების, დიალოგის გზით მოგვარდება. ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს, ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ დიდი ჩამორჩენა გვქონდა იგივე ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. ხედავთ მიგრაციულმა ნაკადებმა, არაკონტროლირებადმა მიგრაციულმა ნაკადებმა რამხელა პრობლემა შექმნა ევროპის კონტინენტზე, შეერთებულ შტატებში, სხვა ქვეყნებში, მით უმეტეს იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვარსებობთ, ვითარდებით. ამგვარი მკაცრად რეგლამენტირებული, ბაზარზე მორგებული დათქმები ჩვენ გვჭირდება და ეს ყველაფერი უნდა განვითარდეს და ვფიქრობ მომავალში შესაძლოა კიდევ იყოს გარკვეული ცვლილებები. რაც შეეხება საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამას, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვარს შეწყდა. 4 წლიანი იყო ეს პროგრამა. ეს მინდა რომ გავიმეორო და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ამ ფაქტორს. ბევრს ავიწყდება, რომ 22 წელს როცა დაიწყო ეს პროგრამა, იქვე ითქვა, რომ ეს იქნება 4 წლიანი პროგრამა და შესაბამისად პროგრამა დასრულდა და საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პროგრამა აღარ გაგრძელდეს. პროგრამას ჰქონდა მათ შორის საკმაოდ დიდი ეფექტი. 10,000-ობით ჩვენი მოქალაქე ღია შრომის ბაზარზე გამოვიდა. მან ხილული გახადა თავისი შემოსავლები, რითიც საწყის ეტაპზე მიიღო 4 წლიანი ჯავშანი, ესეც არ უნდა დაგვაუწყდეს. ეს პერიოდი იყო პოსტკოვიდური პერიოდი, როცა საკმაოდ მძიმე სოციალური ფონი იყო საზოგადოებაში და არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, მთელ სოფლიოში იყო გარკვეული კრიზისი ეკონომიკაში, დასაქმების მიმართულებით და თავისი სოციალური პასუხისგებლობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დახმარების ხელი გამოუწოდა საზოგადოებას. ამან ყველაფერმა გასტანა თითქმის 4 წელი და პროგრამა დასრულდა. პროგრამას აქვს თავისი პლუსები, აქვს თავისი მინუსები და ეს რომ გავიაზრეთ და დავწონეთ პლუსები და მინუსები, სწორედ ამიტომ იყო მიღებული ამგვარი გადაწყვეტილება და მე აბსოლუტურად ხარს უჭერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას და საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას. და
ეს ასეც უნდა მოხდარიყო. რაც შეეხება რატო ეს არ მოხდა თქვათ 25 წელს ან 24 წლის მიწურულს სწორედ იმიტომ რომ პროგრამა უნდა დასრულებულიყო ბიუჯეტში ეს თანხები იყო მკაცრად გაწერილი შუა საფინანსო წელს ჩვენ ამ დაფინანსებას ვერ შევწყვიტავდეთ ეს რა თქმა უნდა არაერთგვაროვან რეაქციას გამოიწვევდა საზოგადოებაში და მე ვფიქრობ ის ადამიანები რომლებიც ამგვარი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ აბსოლუტურად მოუმზადებლად მართლებიც იქნებოდნენ თავიანთ აღშფოთებაში აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ რომ პროგრამა უნდა დასრულდეს ჩვენი ვალდებულება პირნათლად ბოლომდე უნდა გავისტუმროთ საქართველოს მთავრობის ვალდებულებებს გულისხმობ საფინანსო ვალდებულებებს იმ საზოგადოების წინაშე ბოლოს მიწურულს უკვე პროგრამის დაახლოებით 28,000 ადამიანი იყო ჩართული პროგრამაში ბევრმა სხვათა შორის გამომჟღავნა ის უნარები რაც მომავალში უკვე დაეხმარა მას ან დაეხმარება მომავალში იმისთვის რომ აქტიური შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს დასაქმდეს ჩვენ გვაქვს ასობით შემთხვევა ამგვარი ახლა რეგიონებიდან მოგდის ციფრები ვაწარმოებთ სტატისტიკას და მალე გვექნება სრული სურათი აი პროგრამის დასრულების შემდეგ რამდენი ადამიანი დასაქმდა რეგიონებში რა მიმართულებით და შესაბამისი დაინტერესების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ხანში ამგვარი სტატისტიკაც წარმოგიდგინოთ. არის კითხვები, რომელზედაც მე მსურს რომ სააგენტოს წარმომადგენლებმა გასცენ პასუხი, მოკლედ და ამომწურავო თუ თქვენი ნებართვა იქნება, რა თქმა უნდა. მოგესალმებით, მადლობა დიდი კითხვებისთვის. მე ვეცდები ამომწურავოთ და თანმიმდევრული ვიყო ჩემს პასუხებში. პირველ რიგში დავიწყებ ბატონ გიორგის კითხვიდან, რაც სააგენტო წარმოდგენილი არის როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის 10-ვე რეგიონში. ჩვენ როგორც ბატონმა გიორგიმ ახსენა მცხეთაში გავხსენით ბოლო სერვის ცენტრი, ასევე წარმოდგენილი ვართ 16 მუნიციპალიტეტში და წელს ვაპირებთ, რომ კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტი დავამატოთ და გავფართოვდეთ. რეგიონალურ დონეზე და მუნიციპალურ დონეზე ჩვენი სერვისის ხელმისაწვდომად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტში ადგილზე სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად ერთი ფანჯრის პრინციპით გქონდეს ჩვენს მოსახლეობას ადგილზე წვდომა ყველა იმ სერვისზე, რასაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თავაზობს. რაც შეეხება მომზადება გადამზადებას არის ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება და ძალიან მოკლე გზა სწრაფად მოკლე დროში ადამიანმა შეიძინოს პროფესია და შემდგომ უკვე წარმატებით დასაქმდეს როგორც აქ ითქვა ჩვენ 2025 წელს 3500-ზე მეტი მსმენელი გადავამზადეთ და მათმა 65%-მა შეძლო დასაქმება აქვე ასევე მინდა აღვნიშნო რომ ის თანხა რასაც ჩვენ ამ ადამიანების მომზადება გადამზადებაში ვიღებთ მათ მიერ შემოსავლების სახით ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა ორჯერ აღემატება იმ თანხას რაც ჩვენ მათი მომზადება გადამზადების დროს გვეხარჯება და ესეც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე თქვენ ახსენეთ მოთხოვნადი პროფესიები და ქალტონბაია და განათლების სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო განავრცობს, მაგრამ მე ჩემ ჭრილში სააგენტოს ჭრილში ვიტყვით აგისახელებთ იმ პროფესიებს. ძალიან კარგი რომ ამდენი ადამიანი გადაამზადებს, მაგრამ პირველი ხუთეული ხო არ გაქვთ რა ირა. აი, გეტყვით, აი, ყველაზე მოთხოვნადი ჩვენი მხრიდან რაც იყო ეს 2025 წელს, ეს არის მომსახურების სფერო, გაყიდვები, ადმინისტრირება, ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ესთეტიკის მიმართულებები, ასევე ეს იყო მსუბუქი მრეწველობა, ხელოსნობა, დიზაინი, კვების ობიექტები და სტუმრ მასპინძლობა, ეს იყო ის ძირითადი მიმართულებები, სადაც ამ 3500-მა ადამიანმა გაიარა
არა მომზადება, გადამზადება და ყველაზე მოთხოვნადი ჩვენ შემთხვევაში რაც იყო ეს გახლდათ ეს მიმართულებები. მე მგონი ამ მიმართულებით არ ვიცი შემიძლია ვთქვა ასევე რომ ძალიან დიდი არის პროცენტულად მაჩვენებელი ქალების ჩართულობის ზოგადად ძალიან აქტიური არიან ჩვენს ნებისმიერ სერვისში და პროგრამაში ქალბატონები და მათი ჩართულობა ძალიან აქტიურია 6200-ზე მეტი ადამიანის დავსაქმება შევძველით ჩვენ 2025 წელს და ამ აქედან 4500-ზე მეტი არის ქალი და მე აქვე გამოვეხმიანები სოციალურად დაუცველთებთან დაკავშირებით 2450 არის სოციალურად დაუცველი 1578 ახალგაზრდა 428 დევნილი თუ ამ სტატისტიკას ესე ჩავყვებით რაც შეეხება არცი აქ კიდე მონიშნული მაქვს ხო ნუ ახალგაზრდები ვთქვი რომ 1578-ია სოციალურებით თუ რაღაც კითხვა გამომრჩა შემიძლია დამატებით კიდევ რაც მოვინიშნე მხოლოდ ეს იყო და ცნობადობას რაც ეხება წლიდან წლამდე სააგენტო ცნობადობა იზრდება და ცნობადობა არ გვჭირდება იმისთვის რომ ჩვენ რაღაც ვიგეკლუცოთ ცნობადობა გვჭირდება იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობამ უფრო მეტი გაიგოს იმ ბენეფიტების შესახებ, იმ სერვისების, იმ პროგრამების შესახებ, რასაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს და ეს ძალიან კარგი შესაძლებლობებია აბსოლუტურად სრულად უსასყიდლოდ სახელმწიფოსგან მიიღონ ძალიან ბევრი ბენეფიტი და ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიდეს ეს ინფორმაცია, ჩვენ ძალიან აქტიურ შეხვედრებს ვატარებთ რეგიონებში და მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონი და რეგიონის განვითარება და რეგიონში ადამიანების დამაგრება ადგილზე და სწორედ ამ მიზნით ჩვენ წელს ახალი პროგრამა შემოვიღეთ ეს გახლავთ მაღალმთიან რეგიონში არსებულ საწარმოში ხელფასის სუბსიდირების კომპონენტი რომელიც წელს დავიწყეთ მარტიდან აქტიურ რეჟიმში უკვე დაინტერესება საკმაოდ მაღალია თანდათან კიდევ უფრო ამ პროგრამის ცნობადობა და ამ პროგრამის ბენეფიტები მოსახლეობისთვის და იმ საწარმოებისთვის რომელიც მაღალმთიან დასახლებაში არის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება და ცხადია ჩვენ მომავალშიც კიდევ უფრო ვფიქრობთ მოსახლეობას ორიენტირებული პროგრამები და სერვისები შევთავაზოთ და სწორედ ამიტომ მჭიდრო ურთიერთობაში ვართ ჩვენ მოსახლეობასთან მათი აზრი მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვცდილობთ რომ ეს ყველა პროგრამა და სერვისი იყოს მათზე მორგებული და მათ სარგებელზე რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა და თუ რაიმე გამომრჩა შემიძლია დავამატო. კოლეგებს შეიძლება დაზუსტებები ჰქონდეთ? კი, ქავატონბაი აუცილებლად. დავაზუსტებ უბრალოდ სააგენტოსთან. აღინიშნა 13000-დან 15000-ი თქვით მე როგორც მახსოვს აპლიკანტი 2025 წელს და ჩემი კითხვა შეეხება იმას ამ აპლიკანტების დასაქმების მაჩვენებელი რა არის? თქვენი ბაზა როგორ იძლევა საშუალებას რომ გავარკვიოთ ვინსან დასაქმდა და რა ეტაპამდე მიდის შემდეგ ამის მონიტორინგი რომ დასაქმებიდან შემდეგ შეიძლება სხვა სამსახურში გადავიდა შეიცვალა სამუშაოს პროფილი ამის აღრიცხვა თუ ხდება თქვენი რესურსიდან გამომდინარე და შემდეგ ქალბატონ ბაიას ვთხოვთ თქვენ იცით რომ ბატონმა გიამახსენა ჩვენ ახალი შრომის ბაზრის საინფორმაციო პორტალი გვაქვს ეგრეთ წოდებული WorkNet-ი 2025 წელს ჩვენ რეგისტრირებული აპლიკანტებიდან შევძელით 6269 ადამიანის დასაქმება დღის მდგომარეობით ბაზაში რეგისტრირებულია 18000-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ჩვენ რა თქმა უნდა რაღაც ეტაპზე მივყვებით ამ ყველაფერს დასაქმების მაჩვენებელს ცხადია მაგრამ თუ სამსახური შეიცვალა, ანუ სად გადავიდა, სად მუშაობს ამ ეტაპზე, ამას არ მიყვებით, ჩვენთვის თავარი არის რომ ის მუშაობს, მას აქვს შემოსავალი, აქვს სამუშაო ადგილი, თუმცა მისი სამუშაო ადგილის ცვლილებას სამწუხაროდ ჩვენ ესე ვერ მიყვებით, ჩვენ ამ მონაცემებს ვიღებთ შემოსავლების სამსახურიდან. მადლობა, ქალბატონ ბაიას ვთხოვოთ.
მოგესალმებით, ბატონ გია, დიდი მადლობა მოხსენებისთვის. ალბათ მნიშვნელოვანია ბატონ შოდას კითხვასთან დაკავშირებით პროფესიული მიმართულებით, განათლების მიმართულებით რა კეთდება ზოგადად მოგახსენოთ, თუმცა სანამ უშუალოდ კითხვის პასუხზე გადავალ, მე აუცილებლად მინდა შევეხო უმაღლეს განათლებაში მიმდინარე რეფორმას, რომელსაც თქვენ იცით, რომ საფუძვლად სწორედ აი ეს ეგრეთ წოდებული შეუსაბამობა უდევს, რომელიც შრომის ბაზარსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებს შორის არსებობს. და ეს skills mismatch, რასაც ეძახიან, ამ მიმართულებით სწორედ ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ეს გახდათ რეფორმის და თქვენ იცით, რომ წელს პირველად მოხდა, როდესაც ეროვნული გამოცდების ფარგლებში პირველად მიეცათ აბიტურიენტებს შესაძლებლობა დარეგისტრირებული იყვნენ როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე და 10600-მდე ადგილი იყო ამ მიმართულებით გამოყოფილი. აქედან გამომდინარე ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს იმ თვალსაზრისით, რომ მალე მოხდეს მათი გადამზადება და შრომის ბაზარზე გადასვლა, ესე ვთქვათ, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ძალიან მალე ვიწყებთ იმ ინიციატივაზე, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას, რომელიც გულისხმობს კრედიტების აღიარებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოგროვებული კრედიტების აღიარებას უკვე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუმცა უშუალოდ კითხვის პასუხზე რომ გადავიდე, ჩვენი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოწვევა რეალურად დღესდღეობით არა შეუსაბამობაშია, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ კვლევებს და მუდმივად როგორც თითოეულ კოლეჯს აქვს ეს მოთხოვნა, რომ კვლევა აწარმოოს რეგიონული და იმის მიხედვით დასვას ესე ვთქვათ პრიორიტეტული პროგრამები, ასევე ჩვენ სამინისტროც ვაწესებთ პრიორიტეტულ პროგრამებს, ჩვენი მთავარი გამოწვევა გახლავთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ასევე რაოდენობრივად ვერ ვამზადებთ იმდენ პროფესიონალს, რამდენიც რეალურად მოთხოვნა არსებობს ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ინტენსიურად დავიწყეთ კოლეჯების მშენებლობა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღესდღეობით მიმდინარეობს მუშაობა, ესე ვთქვათ, სხვადასხვა კოლეჯებში ასევე მშენებლობები და უკვე ავტორიზაციის პერიოდი, იგივე ბორჯომში კეთდება კოლეჯი, ასევე ბოლნისში, ჩვენ ქართლში დავიწყეთ ახლა კოლეჯის ფუნქციონირება, უკვე ავტორიზაცია გაიარა კოლეჯმა, ასევე ბლექსის ახალი კოლეჯის მშენებლობა სრულდება ძალიან მალე და თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე მივდივართ ჰაბების პრინციპით, ვავითარებთ excellence ცენტრებს, როგორც გურჯაანში, მაგალითად თელავში, ასევე კერძოდ KFW-ს ფარგლებში ჩვენ ვაკეთებთ სამშენებლო მიმართულებით excellence ცენტრს, რომელიც თბილისშია განთავსებული და ეს რას გულისხმობს, რომ ჩვენ გვინდა რომ როგორც მეთოდოლოგიური ცენტრები გაკეთდეს და სექტორულად მოამარაგოს როგორც ინდუსტრია სხვადასხვა სერვისებით, ასევე თვითონ კოლეჯები იმ სექტორში, რა სექტორშიც ვთქვათ, ეს excellence ცენტრები იქნება, ეს კულინარია, მშენებლობა თუ ასე შემდეგ. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ინტეგრირებულ პროგრამებს, უკვე 100-მდე პროგრამა გვექნება დაახლოებით 2027 წლის ბოლოს სკოლებში შეტანილი, ეს ზუსტად იმ პრიორიტეტული მიმართულებებია, როგორიც არის კომპიუტერული ტექნოლოგიები, IT სექტორს, რასაც ვეძახით, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიები, გვაქვს გრაფიკული დიზაინი, ქსელები და სისტემები, მომსახურების სფერო, სასტუმრო საქმე, კულინარია და ასე შემდეგ, რაც რეალურად ბაზარზე რაც ყველაზე მოთხოვნადია და ასევე გვაქვს ADB-ს აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა, რომელიც 11 სკოლაში ავითარებს ინტეგრირებულ პროგრამებს, ასევე პრიორიტეტული მიმართულებებით და ისეთ სპეციალურად შეიჭრა ისეთ რეგიონები, სადაც არ იყო ხელმისაწვდომი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც არის ასპინძა მაგალითად და სხვადასხვა ესე ვთქვათ რეგიონები, იგივე მარტვილი, აბაშა, ნინოწმინდა და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წლიდან მუდმივად მიმდინარეობს კვალიფიკაციების ესე ვთქვათ გადახედვა და ახალი სტანდარტებზე მორგება, განფასება და ძალიან მჭიდროდ არიან ჩართულები ამ პროცესში სექტორის წარმომადგენლები და დარგის წარმომადგენლები და მათთან ერთად ვითარდება ეს და თითქმის სრულად მოვიცავთ ჩვენ ყველა პროფესიულ პროგრამას და კვალიფიკაციას, ალბათ დასრულდება ეს პროცესი, მაგრამ ეს მუდმივი პროცესია და გრძელდება, როგორც სტუდენტური სერვისების განვითარება, ასევე კარიერული განვითარების სერვისების შეტანა სკოლებში, ისევე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და კიდევ დავამატებ თუ კითხვა იქნება დავამატებთ. დიდი მადლობა.
კოლეგებო, დაზუსტება ხომ არ გნებავთ კითხვები? მოკლედ დავაზუსტებ ბატონ შოთა თუ შეიძლება ბატონი გიორგის პასუხს გამოვეხმაურები და მაშინ ასეთი რჩევა მექნება თუ ბატონი გიორგიც ეთანხმება პრემიერის მოსაზრებას რომ ეს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა იყო უსარგებლო და აქ ფიქტიურად იყვნენ დასაქმებული ადამიანები მაშინ ვთქვით მე მოგიწოდებთ რომ ეს შეფასება თქვენს ანგარიშშიც აისახოს იმიტომ რომ ფაქტობრივად კაზუსი გვაქვს რეალურად, იმიტომ რომ ერთის მხრივ ანგარიში ვკითხულობთ სრულიად დადებით შეფასებას, რომ ეს პროგრამა პირდაპირ ციტირებ, ხელს უწყობდა 30000 ადამიანის შრომით საქმიანობაში ჩართვას. მეორეს მხრივ პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეს იყო სრულიად უსარგებლო პროგრამა და ეს ადამიანები არა რეალურ, არამედ ფიქტიურ სამუშაო ადგილებზე იყვნენ დასაქმებული. და ამიტომ მე მგონი არ არის ეს პრობლემა, თუ საჯაროდ შეგიძლიათ ამ ხარბეზის აღიარება, მაშინ ვფიქრობ პრობლემა არ უნდა იყოს რომ ანგარიშიც დააზუსტოთ და ზუსტად იგივე ფორმულირებით ჩაწეროთ, იმიტომ რომ ამაზე სახელმწიფო თანხები დაიხარჯა, მოგეხსენებათ მილიონობით ლარი დაიხარჯა და ეს ანგარიში კი რჩება დოკუმენტად ცხადია და ეხლა მე როგორც პარლამენტის წევრი რა თქმა უნდა ვერ მივიღებ ამ ანგარიშს, ვერც მხარს დაუჭერ მას, იმიტომ რომ რეალურად კიდევ ვიმეორებ ფაქტობრივად ტყუილთან გვაქვს საქმე. იმიტომ რომ თუ უსარგებლო იყო, არ უნდა იყოს იმის პრობლემა, რომ ანგარიშიც დაწეროთ, რომ ეს იყო უსარგებლო. გასაგებია თქვენი პოზიცია, ბატონო გიორგი, ცოტა მე სხვანაირად გავიგე ბატონო გიორგის პასუხი და კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, რომ რასთან მქონდა საქმე, რამდენად გამოწვევის პერიოდი იყო და სწორედ დღევანდელი განხილვა იმას ემსახურება, რომ ჩვენს შევძლოთ, როდესაც მევახსენეთ დაბალ პროდუქტიული სამუშაო ადგილებიდან ჩვენი შრომითი ძალის კვალიფიკაციის ამაღლება და მათი ინტეგრაცია უფრო მაღალ პროდუქტიულ ეკონომიკურ სექტორებში, სწორედ ამასთან გვაქვს საქმე და ბატონო გიორგი კიდევ რომ დაზუსტებულად გვიპასუხოთ აღნიშნულ კითხვებს. კი ბატონო, დავაზუსტებ. პირველ რიგში შემდეგ წელს იქნება წარმოდგენილი ანგარიში 26 წლის და იქ იქნება ჩვენი შეფასებები ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩვენ რომ პრობლემებს არ გაურბევართ, მე მგონი ამ ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს და მე მგონი ეს ანგარიში რაღაც პოლიტიკური ინსინუაციებისთვის ასპარეს არ უნდა ტოვებდეს, ეს ისეთი თემაა, რომელიც ყველას ეხება. განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე საუბარი, სოციალურ დაუცველ ადამიანებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც საჭიროებენ თანადგომას და დახმარებას მათ შორის. ჩვენ 22 წელს გადავწყვიტეთ, რომ ამ საშუალებით ღირდა თანხების გაღება და ამ ადამიანების ხარდაჭერა პრემიერ-მინისტრმა თქვა ის რაც არის რეალობა პროგრამამ თავისთავად ამოწურა კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა მას ჰქონდა თავისი პლუსები და მინუსები და მინუსები რომ მეტი იყო სწორედ ამიტომაც არ გაგრძელდა ეს პროგრამა და ამას დაესვა წერტილი მე მგონი ნათლად ჩამოაყალიბე ჩემი აზრი დანარჩენი რა თქმა უნდა შეფასებები შესაძლებელია ბრაუნხურები იყოს და საექსპერტო და მათ შორის პოლიტიკურიც ეს თქვენი უფლებაა ბუნებრივია ჩვენ საქართველოს პარლამენტში ვიმყოფებით და ჩემთვის არ არის ხუცხოვ ამგვარი შეფასებების მოსმენა ოღონდ ამას ყველაფერს საფუძველი უნდა ჰქონდეს მყარი და უკაცრავად მაგრამ თქვენ ამ შეფასებას არავითარი საფუძველი არ გააჩნია მადლობა კოლეგებო, სხვა კომენტარები ხომ არ გვაქვთ? რაიმე დამატება ხო არ გსურთ? კარგით, ბატონო გიორგი, დიდი მადლობა. მე ვთხოვდით, რომ თუ შესაძლებელია, რომ ანგარიში უფრო დეტალურად მოგცეთ, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროსთან ერთად კოორდინაციაში თუ 2025 წლის მთლიან ჭრილში რომ ავიღოთ პროფესიული განათლების მიხედვით, რამდენი ადამიანი გადამზადდა განსაკუთრებით მოკლევადიანი პროგრამებით, ჯამურად და ასევე აკადემიური პროგრამებით და როგორ მოხდა მათი ინტეგრაცია ეკონომიკურ სექტორებში. ეს ანალიზი თქონა არის რომ უფრო დეტალური იყოს, რომ შემდეგ ჩვენ შევძლოთ ბიზნესის სექტორთან შედარება და მომავალი წელი უკეთესად დავიგეგმოთ, რომ ის რესურსი, რომელიც იხარჯება აკადემიური განათლებისთვის და პროფესიული განათლებისთვის, ისი გამოყენება და ინტეგრაცია რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს.
რადგან ჩვენ ეკონომიკას სჭირდება კვალიფიციური კადრები, მაღალ პროდუქტიულობით და მაღალ ტექნოლოგიებით. და გთხოვთ ეს ნაწილი უფრო დეტალებში რომ გაგვიშალოთ. კოლეგებო, თუ კითხვები აღარ გვაქვს და კომენტარები, გთხოვთ ცნობად მივიღოთ აღნიშნული ანგარიში, ვინ არის მოხმე? გთხოვთ თქვენში, მადლობა. მეც დავამატებ, უმნიშვნელოვანესი იყო ასპექტი, რომელიც ქალბატონმა ბაიაკვიციანმა აღნიშნა, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველად ხდება, როდესაც უმაღლეს განათლებასთან ერთად პროფესიული განათლებაც ხდება უფასო და პირველი შემთხვევა არის, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში გათვალისწინებული არის 10,000-ზე მეტი ადგილი პროფესიული განათლების კუთხით, რაც თავისთავად როგორც დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვას შეუწყობს ხელს, ასევე რა თქმა უნდა მის განხორციელებასაც ჩვენი კომიტეტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არის სავალდებულო დასკვნით გათვალისწინებული, შესაბამისად კოლეგებო, გთხოვთ რომ ცნობად მივიღოთ აღნიშნული საკითხი. მიღებულია, თავი არავის შეუკავებია, წინააღმდეგი ხომ არ იყო ვინმე, ქალბატონი თამარი იყო წინააღმდეგი, ესეც ოფში დავაფიქსიროთ. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. ჩვენ 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ და გავაგრძელებთ დანარჩენი 8 საკითხის განხილვას. მადლობა.